წმინდა იოანე მეოთხე კათოლიკოსი, ოქროპირი. 9 მაისს დიდ წმინდა მამის შიოს ხსენების დღის ძალსა მონასტრის გალავნის გავლით მღვიმეს ნახავდით ბნელს ღრმასა. გარედან ნათელი ჩანდა, ასხივებდა არე-მარეს, ლოცულობდა თურმე მან და ცრემლითა ცოლ-ქმარი წარედ. ორივ მუხლმოყრილი მდგარა, მათ გარდა იქ არც ვინ იყო. გვერდზე მლოცველი ვინ ჰყავდა, არ სცოდნია ცოლ-ქმარს იმ დროს. კათოლიკოს ბასილისა თხრობა ისასწაულთათვის წმინდის ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა გვაქვს წინ. გვაცნობს წარჩინებულ მდიდარ გიორგის და მის ბერწ ცოლსა. აღმატებულებსა დიდად დღე და ღამ ლოცვაში მყოფსა. გიორგი ამაღლებისას მყოფი შიო მღვიმეს საყდარს რჩება კვლავ ღვთისანებისად ამავ მონასტერში, რადგან მამა შიოს ხსენების დღე მოდენილა ცოტა ხანში, უფიქრია ვილოცებ ბევრს, სჯობს აქ ვიყო ღვთისა მადლში. დღესასწაულისა ძალზე გიორგის ცოლიც იქ არის. მონასტრის გალავნის გარეთ მღვიმეში ჩერდება ქალი. ლოცულობდა კუთხეს მდგარი მუხლმოყრილი. დედაკაცი აინუნს არ არის ქმარი, მისი ცოლი თუ იქ არის. ქმარი ლოცულობდა საყდარს, ცოლი წმინდა შიოს მღვიმეს. ღამით მძინარე ქმარს სახტად ეღვიძება, ეტყვის ვინმე ადექი, გასცდი გალავანს, შიოს სადაც იდგა წინათ, მღვიმეს ილოცე ამაღა და გიორგიც მივა იქა. ცოლ-ქმარი ერთმანეს შეხვდა. იქ ორივე გვერდს იდგა, ლოცულობდნენ ორნი ერთად, მასთან ვერცერთი ვერ მიხვდა. შესვლისას კაცმა და ქალმა ერთმანეს არც კი შეხედეს. ღვთის ერთურთის წინ მართალმა ძეს თხოვეს